მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს და მცირე ტალღად შევერწყები ზღვას უნაპიროს. ქარსიმ ქვეყნიურს დაუხვედრებ მალე წინ აფრას, დიდებულია, გარდა ვიქცევი მალე წინაპრად. და თუმცა ჩემი გამგზავრება გავდა წვალებას, სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას. მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები. მეც გიმეგზურებთ ცხოვრების გზას, როცა გაყვებით, მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით. მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე, სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ. მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ, თუ სარბიელად საქართველო გეპატარავად. დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდნენ საბრალოდ, ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ. შვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე, სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ. ეს სიტყვები ბრძანა ცნობილმა ქართველმა პოეტმა ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა, რომელმაც გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ფაქტიურად ანდერძად დაუტოვა თავის უსაყვარლეს შვილიშვილებს. ერთ-ერთი მათგანი კი დღეს ჩვენი სტუმარი იქნება. მოკლედ რეზო თაბუკაშვილს უმასპინძლებთ მე და ქალბატონი ირინა ტაბუციძე. მოგესალმებით. მოგესალმებით და ადვილას გიხდით მობრძანებისთვის სტუდიაში. რას ნიშნავდა ეს სიტყვები ბატონ რეზოს მხრიდან? და როგორ მიიღეთ? როგორც აღნიშნეთ, ეს გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე სხვადასხვა მელნის სხვადასხვა ფერის მელნის კალმებით დაიწერა. და ამას წინ ახდა ბაბუა გარდაიცვალა 3 აგვისტოს და მის დაბადების დღე იყო ორში. ძალიან ძიმეთ იყო, ოქროყანაში ყავდა სახელმწიფო აგარაკს. ძალიან ძიმეთ იყო უკვე დღეები, საათები ეს, მაგრამ თვითონ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა მიეტანა თავის დაბადების დღემდე, უნდა დაეპატიჟებინა თავის მეგობრები, ის ხალხი, ვისთანაც არც თუ ისეთი თბილი ურთიერთობები დამყარდა ბოლოსკენ, თქვა ცხოვრების რაღაცნა მონაკვეთში. ეს მოახერხა მან მისთვის დამახასიათებელი რაღაც მიზანსწრაფვით და შინაგანი ძალის გამოყენებით ამ დღემდე მიაღწია შეასრულა ხორცი შეასხა თავის გეგმას შეკრიბა ეს ადამიანები გამოეთხოვა ყველას და ეს ბოლო დაგვიტოვა ლექსი ჩვენ მე და ჩემს ძმას ბომბოს ძალიან მიხარია რომ ეს ლექსი ძალიან ზუსტი მიმართულებით გავრცელდა და არა მარტო ჩემი და ჩემი ძმის თვის აღმოჩნდა. თქვენ რა მოგცათ კონკრეტულად? ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი და დარჩა თუ ცხოვრების რაღაც წესად? წესად და ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს ურთიერთობა ამ ლექსთან. 24 წელი გავიდა. 90 წლის მერე ბატონო. ეს მხოლოდ ამ ლექსთან, თორე ისედაც პირადი ურთიერთობა არ გაწყვეტილა, არც ბებია ჩემთან, არც ბაბუა ჩემთან. არა მარტო მათთან, ბევრი ჩემი ძვირფასი ადამიანიც იქით არის მათთან. რა თქმა უნდა. მოდით მოგიყვეთ მაშინ თქვენი ბავშვობის შესახებ, ზოგადად როდის დაიწყეთ წერა თქვენ თავად? რა მიქონი ამაზე უდესი გავლენა? ბავშვობაში არ დამიწყია მე წერა. უფრო ეკანა 22 წლის ვიყავი უკვე იტალიაში, სწავლობდი ბოლონიაში. და იქ გადაიდგა უკვე ცოტა სერიოზული ნაბიჯები წერისკენ პირველი მაშინ გადავდი ხართული ბავშვობაში რაღაცა ყველას აქვს. ხო და იტალიაში რაღაცა კაი პირობები იყო და რამ გააგვიზა ჩემში ძნობა უცბად დავჯექი. აი ხო გითხარით ისე. ნუ სერიოზული დამოკიდებულება უკვე ლიტერატურის ჯადოსნობასთან, ჯადოსნურ სამყაროსთან ზიარება იქ გაჩნდა თავის და ეგ მოთხოვნილება სული. და იმას ძალიან. და ამ საკითხებთან დაკავშირებით მე რამდენადაც ვიცი, მამასთან ყველაზე ესეთი დაძაბული ურთიერთობა მაქვს, რომ რაღაც ინტერვიუში წავიკითხე, სულ ჭიდილი და სულ κρიტიკა ეთყობა, თუ როგორ ხდება? ეხლა ალბათ ეხლა ასე აღარ არის, თავიდან იქნებოდა. რთულება, აი ესეთი ცვალებადი მოღრუბლულობა ხოლმე. რთული საქმეა საერთოდ ახლობ ოჯახში როცა ერთ და იგივე საქმეს რო აკეთებს ორი ადამიანი მან შეფასებად თავიდან უფრო ადვილი იყო ახლა ნელ-ნელა რაღაც ეტაპებზე კი რასაკვირველია მამა ჩემი ერთ-ერთი პირველი ვისაც ვაკითხებ
მაგრამ რაღაც მომენტებში ხანდახან გძნობთ ხოლმე ორივე რომ ჯობია აი კონკრეტული რაღაც ერთმანეთს არ წავაკითხოთ. თქვენც ასევე კრიტიკულად იცით ხოლმე კრიტიკული ეს ხო, მაგალი სიტყვა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ობიექტური იქნება. ფუნდამენტური გარჩევა მიდის ხოლმე ტექსტის დაუნდობელი ესე ვთქვათ ესე გატარებები არ ხდება იქ რაღაცა რომ მივჭმავთ. არა, ყველაფერში ერთმანეთს ვთხოვთ საკმაოდ ისე დამოწურავ პასუხს. მომთხოვნებით ძალიან მომთხოვნებით. ხართ და ამას ვთხოვთ ერთმანეთს რომ იყოთ ესეთი მომთხოვნები, ხო? ხო, მაგის გარეშე შეფასება და ალბათ პირველი შეფასებელიც სწორედ მამაა თქვენი ერთ-ერთი პირველია. ზოგადად რა ჭირდება ადამიანს იმისათვის რომ აი თქვათ მოვიდეს მუზა წეროს როგორ არის ხა ეს უფრო გაგვაქვს ყველა სხვადასხვანაირად არის მაგრამ მოუვიდეს ეს ცოტა ეს სიტყვა იმას უნდა მოიყვანო თავისით ის კი შეიძლება რაღაც გაკვრით რაღაცა მოგცეს აი საჩუქარი ეს დასაწყისში უფრო ხდება ხოლმე ეს პროცესი ან ამბობთ ხოლმე რომ თბილისში ყველაზე ნაკლებად წერო ეხლაც ესეა იცით რა არის სამწუხაროდ აი მაგ თემაზე მაგრამ ხო წერაც ერთ-ერთი ვისაც ეს საქმე არის სადაც წერ ესე იგი რაღაცა ძალიან ორგანულად ძლიერად მობილიზებულად რაც კარგი ენერგიის კომფორტულად ხარ ზოგადად კომფორტულად ხარ ხო ხო ეს ძალიან წინს რომ ეს მარტო ჩემი დაკვირვება არ არის ჩემ მეგობრებსაც ვინც წერს იმათ ვეკითხები ხო ის იმათაც უჭირთ თქვა სხვაგან უფრო თითქოს უკეთ გამოდის. რა გვიშლის ხელს რა. ხო და მეც მაგ კითხვა სვავეს, მარტო წერაზე არ არის, ხო? რაღაც ურთიერთობა, რაღაც სიმძიმე იგრძნობა აშკარად ერთმანეთსაც ამას ქართველები დაუზარვად უზიარებთ, რომ აგრესიის ფონიც მაღალია ზოგადად. აგრესიის რაღაცა განკითხვა და გრუზი ეს სიტყვას ვიხმარ. ხო და ძალიან ამ დროს აქ რომ უცხოელებისთვის ჩემს არა გასაკვირი აქ რომ ჩამოდიან და ძალიან კარგად გრძნობენ თავს აღთვალებულები არიან არა მარტო პეიზაჟებით, ბუნებით და ხინკლით, არამედ ადამიანებით, რომ გამხელა სულის, სიღრმის, კეთილმოყვარეობის, კეთილმოსურნეობის მატარებელი ხალხია. ეს რატომღაც ხდება ჩაკეტვა ერთმანეთისთვის ამ აი ყოფის გაიოლების თითქოს რა პირიქით სტუმართან უფრო გახსნილებით ვერცუნები. მე მგონია რომ უტრირებას ვაკეთებთ კიდე ქართველები და ამით ეს უკვე ბუნებრივად მართლა უფრო უარყოფითი აურა ისადგურებს. ხო სიტყვა ხო ენერგია ძალა არის რომელსაც როგორ შეიძლება ამას უშუალოდ როგორ ფიქრობთ? აი სათითაოდ ჩაოლებრივად მაგას მაგინა მოვთხოვოთ ერთმანეთს ალბათ ელემენტარულად ყოველმა ჩვენთაგან ჯერ შენ თავს რასაკვირველია რასაც გასცემ, ხო? აი შენ რასაც გასცემ, იმას პასუხი ყოველთვის მოგივა. იგივე რომ მოითხოვ ამ ურთიერთობაში და თან კარგად მომთხოვნიც უნდა იყო. ყოველ შემთხვევაში მე ხა უკვე ჩემ თავს ვაკვირდები და სხვების მიმართ მე მგონი რაღაცები გამოდის ხოლმე, იმიტომ სხვანაირად ურთიერთობა არც შემილია და უინტერესო კი არის, უკვე დაგულელი არის. სხვა იმაში თქვენი კომფორტის ზონა სად არის? შეგიძლიათ ასე მითხრათ? კარგი თბილისში ვერცეთ. კომფორტის ზონა ყველგან არის, როდესაც აი აქ ვარ ძლიერად და მშვიდად და შემართულად. ხო, რასაკვირველია, ხა თბილისი როგორც არ უნდა იმას ეს რახან ჩვენ ცხოვრობთ აქ, რახან ყოველდღიურობა ეს ჩვენი და აქაური ტკივილი. ხა იგივე ძალიან ბევრს მოგზაურობ სხვა ქვეყნებში, მიყვარს მოგზაურობა. ყოველდღიურს ბევრს ვერ მოგზაურობ, ინფორმაციას მოგზაურებ. მაგრამ ეხა იქაც რო ვაკვირდები, იმათი პრობლემები, მათი ქვეყნის სვებედი რომ ჩემი პრობლემები ყოფილიყოს როგორც ალბათ იქ ეგრე კარგად ვერ ვიქნებოდა რასაკვირველია, ხო? ხო და აქ ეს რახან ჩვენია სახლი არის, ერთად ვართ, აი ეს აი ხა შემშურდა, კაი გაგებითაც და ისეთ პირდაპირ შურით იმას ლიტვაში ვიყავ წერილების შეკრებაზე ზაფხულში. ადამიანების კეთილგანწყობა აბსოლუტურად უცნობები უცხოელების მიმართაც და ერთმანეთის მიმართ. ჩვენ უცხოელებს მიმართ ჩვენთან შეიძლება არის ეგ საქმე დაყრდნობა. ერთმანეთის მიმართ ძალიან ეხმარებია რომ ამ არც თუ ისე იოლ დროში ამ საკმაოდ სტრესული მასში ერთმანეთს ხელი შეუწყო რომ იგრეს მათთვის ყოველი მათთვის საჭირო. გეკნებათ სიყვაწვილე მერე სიბერე, სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ. რა მაინტერესებს თქვენ ხართ როგორც თქვით კიდევაც დააღნიშნეთ ზოგადად ბევრ ქვეყანაში ნამყოფი და თქვენი ერთ-ერთი ასე თქვა ჰობიით არის მოგზაურობა
ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ნეპალისკენ გაიკვლია გზა. ქართველთაგან. ხო, მას გეტყვით ნეპალზე ამდენ შეად ნეპალში ვახტით პირველად ჩემი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ბედნიერი დღეები არის 95-ში ვახტი პირველ ქართულ ალპინისტურ ჯგუფს დაულაგირზე წიგნი მაქვს ამაზე დაწერილი მაშინ დიდი გამარჯვებით დავბრუნდით ჩვენმა გუნდმა ყველაზე კაი შედეგი დაასრულა ექსპედიცია საბერმა ქვეყანამ ვერ დაამთავრა მხოლოდ ერთი ადამიანი მხოლოდ არ ჟღერს კარგად მაგრამ დაიღუპა ერთი იაპონელი მაგ ექსპედიციებში ბევრი ექსპედიცია ფრანგებმა ესპანელებმა მხოლოდ ერთმა 4 იაპონური ექსპედიცია მხოლოდ ერთმა იაპონურმა მოახერხა ასვლა ბოლომდე ორმა ბულგარელმა მოახერხა ჩვენმა 4 ალპინისტმა ასე რომ ხო და მან კიდე სხვანაირად ეხლა მთაში ხეტიალი ალპინისტი არასდროს არ ყოფილა ეს ცალკე ეშლება თხოვნ ადამიანს ვინც მთაში რომ დადის ხეტიალობს ალპინიზმი სხვა რამე ეს ცხოვრების წესია იმათ თავისი საიდუმლოებები აქვს თავისი ფილოსოფია აქვს დიახ ხო და მათ მომიწერა რაღაც ზიარება მათი აი მაგ ფილოსოფიის დამოკიდებულების და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ეს გამოცდილება. დაგეხმაროთ კიდევაც შემოქმედებაში აბსოლუტურად სხვა კუთხით. კი, მაგაზე დავწერე მე ნეპალზეც მე შევჯერ იქ ნამყოფი. ნეპალზეც მოთხრობები მქონდა მე კიდევ ერთი ABC ერთ წიგნად არის დაულაგირი და ანაპურნა base camp. მე მარტო ვიყავი ანაპურნა საბაზომდე ასო. მე ტიბეტშიც ვარ იქ ნამყოფი მე გიორგი ბერიძე ცხონებული გიორგი მგელაძე და თუთურაშვილი 4 ქართველი ვიყავით მაშინ. ზოგადად თუთურაშვილსაც თავის წიგნში ტიბეტ ძალიან ახლოა მართლაც ის თავისუფლების განცდა იქ ის სიამოვნება რომელიც ამ ხალხთა ურთიერთობის ახალ. ხო და აი მაგის მინდა დავამატო რომ აი ეს თავისუფლების განცდა აი ეს ბედნიერების განცდა არის მართლა ზუსტად ისე როგორც იქ არის ძალიან თან ჩვენთვის აი მაგას ვამბობ რომ ჩვენ ეს ვიცოდით იმიტომ რომ მე ეს გამოვლი აქ მაქვს ბევრჯერ ნაგზნობი 43 წლის ვარ საქართველოში აი ეგ ძალიან კარგად მაქვს ყოფაში ნაგზნობი ნუ სანამ რაღაც არ აინთხლა ხო და ბევრი ის არ დაგვემართა ეს ვიცი რომ ჩვენთან არის უბრალოდ ისეთი მივიწყებული არის იქ რომ ჩადიხარ უცბად გახსენდება და ეს ხო ჩვენთანაც არის თან ძალიან ძლიერად უფრო მრავალფეროვნა და რა უქერით რას ვეტაკეთ და უკვალოთ არაფერი არ ხდება და იმედი დავიტოვოთ რომ რაღაც პირობები როგორც შეგექნება ეხაც არის ეხლა მარტო რამდენ გადასარევ ადამიანს ხვდები თბილისში ყოველ დღე არა მარტო ახლობლებზე არ გულისხმობ გადასარევ ადამიანებს და ეს მაგრამ კიდეს კარგია უკვე რომ ამის დაფასება ისწავლი ესეთი დეფიციტური გახდა აი შეხვედრები უფრო შეხვედრების ბრალი ალბათ რა ვიცი ფაქტია რომ გვაქვს ალბათ საბოლოო ჯამში ხო მე არ შემიძლია არ კითხოთ გოას შესახებ მე პატარა ვიყავი მაშინ ალბათ სკოლას ვამთავრებდი როდესაც ბატონი რეზოს დოკუმენტური ფილმი ვნახე ქეთევან დედოფლის ომთან დაკავშირებით და ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა კინოსახლში ვნახე დიდ ეკრანზე მახსოვს და მე თქვენს ჩაერთეთ ასე ვთქვათ ამ თემატიკაში რა მოხდა იცით ეგ იყო ბოლო წელი იყო ბაბუის 90-ში ჩავიდა 90-ში გარდაიცვალა ბაბუა მან გადადგა პირველი მთავარი ნაბიჯები რომ იმ წყაროებზე დაყრდნობით მე იქ ძალიან გრძელი დეტექტიური ამბავი არის ფილმის გადასარავად არის გაკეთებული ხო დასრულე მე დაასრულეს სხვა მისმა მოწაფეებმა ტრიპოლსკიმ და პაპავმა ბაბუაჩიმა დააწყებინა იქ გათხრა ინდოელებს აი მაგ მიმართული ეს დაგრასას ტაძარიალი უძველესი რომელიც ჩამოინგრა ჯერ მიტოვებული იქნა მე 56-19-ში არ მახსოვს დიდი მიწისძვრა იყო და დაინგრას და გაზიდული იყო უკვე საშენ მასალად ამ შენობის ქვები და ის ადგილი სადაც მინიშნებული ქონდა გულბეკიანმა ნახა იყო უკვე სუნთლიანად მიწის ქვეშ მოქცეული აი მაგ პირველი გათხრები დაინტერესა ისინი რომ აქ გარდა ქეთევან წამებულსა იქ კიდე მართლა ძალიან ბევრი სხვა მოღვაწე კათოლიკე მოღვაწეები იყვნენ ისინი იყვნენ დასაფლავებულები აი მაგითი დაინტერესა პორტუგალიელი თქვენივე წმინდანები არ გინდათ რომ მოიძებნათ ეს გათხრები მაშინ დაიწყო მე ისინი ამას აგრძელებდნენ ძალიან დიდი კომპლექსი არის
და მე ჩვენ 2001 წელს ვაჟა ლორთქიფანიძე იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჩავფრინდით გოაში და მაშინ ჩავატარეთ უფრო სრულმასშტაბიანი გათხრები. გაკეთდა 2 ფილმი. ერთი ჩემი ტექსტია გიორგი გელაძე რეჟისორი, მეორე ირაკლი ტრიპოლსკი და ირაკლი პაპავას ფილმი. ხო, ну, სავარაუდო ადგილს ჩვენ მივაკვლიეთ მაშინ. უბრალოდ ხო გითხარით ამ ნანგრევების მერე იქ რაღაცნაირად იყო რაიმეს მოძიება შესაძლებელი. მე როგორც აღმოჩნდა, ხმე შარშან ვიყავ გოაში კიდევ. იქ ხა არ ვიცი ეს უბრალოდ DNK-ი უნდა დაემტკიცებინათ, რომ სწორად არის თუ არა. თან ახლა ის იქაურება ზეპირად ვიცი ამ გათხრების მერე და იქ იყო ეგეთი მინიშნება გულბეკიანისგან, რომ კაპიტულოდან ხელ მარჯვნივ მეორე ფანჯარას ნიშაში ჩადებოდა. ხელ მარჯვნივ, ხელ მარცხნივ მანდ იყო ძალიან თავარი ის რომ ხელ მარცხნივ რომ შედიხარ თუ გამოდიხარ. მინიშნება არ იყო. საკურთხევლიდან ჩვენ დავადგინეთ რომ ეს სიტყვა კაპიტულო ნიშნავს ფანჯარას და არა სხვა დატვირთვით იყო თარგმნილი ჩვენ. მაგრამ მე იქ აღმოჩნდა რომელიც არ იყო მონიშნული ხა წელსვე ჩავიდი რომ შუაში და კიდე პატარა საკურთხეველი ამ იმაში. ეს მთლიანი ერთი დიდი დარბაზია, მაგრამ შუაში ყოფილა პატარა საკურთხეველი, რომ იქიდან თურმე ეს რომელიც არ იყო იქ არც ერთ იმაში მინიშნებული. ხო, ეხა იპოვესო თითქოს იქ არის ის გაკეთებული ძალიან კარგი, ხო, აი რაღაცა გადააგზავნონ და იმაში ამერიკაში დაადგინეს. ახლა ძალიან თქვენი ოჯახისთვის ეს ძალიან ემოციურად ატვირთული თემა. ოჯახისთვის საქართველოს ჩვენ ამ ხელმძღვანელი ხო და მაგის დაბრუნება ძალიან დიდი ამიტომ ეს თქვენ მზადეთ რომ ალპინისტი არ ყოფილოა რომ ზოგადად ისე მომიწია ხეტიალიო და რამდენიც ვიცი ალპინისტი თუ არა კრივთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვს. მიყარდა კი სპორტი უფრო მოცურავე ვიყავი კრივსაც 1-2 წელი დაუთმე რეგბიც მითამაშია. დიდი მიღწევები არ მქონია, მაგრამ რაღაც მაგ სპორტსა და გემო რო გაუგოს ბიჭმა ყოველ შემთხვევაში ცუდს არაფერს არ მოვიდა. შეიძლება ცოტა ცხვირი ატკინოს. აი ზოგადად თითქოს მუსირებს აზრი რომ შემოქმედი ადამიანებისთვის სპორტი არც თუ ისე ახლობელი სფეროა ზოგადად და თქვენ როგორ თვლით, რამდენად კარგია, როდესაც არა მგონია რომ ეგრე ჯანსაღ სკოლაში როცა ჯანსაღისულია. არა, ისედაც რეჟიმში ყოფნა, აი იგივე მოგზაურობისასაც უნდა ეცადო, რომ იქაო გარემოსთან რაღაც შეერწყმები, რაღაც რეჟიმი იქ რომ შენი დღის ის რომ ააწყო. აი წერისთვის ყოველ შემთხვევაში აუცილებელია და მაგ რეჟიმში შედის ცურვაც თუ სხვასთან ხარ თუ არა და ნუ რაღაც ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად ფორმაში ყოფნა გეხმარება. კეთილი და აქ ერთის მაინტერესებს ზოგადად თქვენ ზოგადად პროზას უფრო რა თქმა უნდა ანჯობთ უპირატესობას და ლექსებთან როგორ ახერხებთ და პოეზიის კუთხით რამდენად? ლექსებთან არა. აი ბოლო მოთხრობაში მათ ის გმირის ისინია პატარ-პატარა კუპლეტები არის, მაგრამ მე თვითონ ლექსი სერიოზულად არ მიცდი არასდროს. ეს სხვა სპორტია. თქვენი არა. ზოგადად რომანტიკოსი თუ ხართ? რომანტიკოსი რასაკვირველია. და ამ სიტყვას ძალიან ცუდა დღეს ის რაღაც იოლა დაგუჩათ უნდა დაგდება რომანტიკა. მაგ ბრაზილიურ სერიალებთან უნდა გაიგიო. ნუ ურთულესი რამე არის. რომანტიკის თვალით შეხედვა განწყობილებებს, დამოკიდებულებებს საერთოდ სამყაროს. იქნებ სწორედ ეს დაგვაკლდა თბილისში და იმიტომ აღარ მოგწევთ. არა, ამ ქალაქს რომანტიკა ისე აქვს იმდენი საუკუნეების გამჯდარი აქვს. მეტყობა ცოტა გამოცოცხლებაც სჭირდება, მაგრამ ეს ძალიან ორგანული უნდა იყოს, პირადი უნდა იყოს და ძალიან ზუსტი ფორმა, ძალიან კაცრი ისინი აქვს წესები რომანტიკას ჩემი დაკვირვებით. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გატკბილული ან ოდნავ რაღაცა ცრემლარევი რაღაც ისე დაჩუყებულად. არა, პირიქით ძალიან ფაქის და ძლიერ შინაგან თვისებებს ითხოვს და მკაცრ. მე ხომ დილა ვარ შენი ღამისა, ელვა მწუხარე შენი ფიქრების. ხო, ეს ბოლო მოთხრობიდან არის ეს თვითონ გმირის ისინი არის თავისი. გმირის დამოკიდებულებებია და მაგიტო გავბედდი მან მე კი არ გამიბედი ეს გმირმა გავიდა. თქვენი არა. დაეხმარეთ ცოტა. მე დავახმარ. ეხლა რას აკეთებთ ამ წუთას რაზე მუშაობთ? აი ხა მინდა ეს წელი მოთხრობა რომ რა მიუმატო ერთით და უკვე წიგნად რო გამოცე.
და როდის იგეგმება შეგიძლია გითხრათ? აი, არ ვიცი, წინასწარ არ მიყვარს, მაგრამ წესით მალე მინდა გავაკეთო. მოგეთ, ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ მოგზაურობისთვის. საინტერესო საუბრისთვის. რა თქმა უნდა და რა ვიცი, ყოველთვის ღია ჩვენი სტუდიის გარეთ თქვენთვის დარწმუნებულად ტელემაყურებელს გავუხარდება თქვენი ხილვა, თქვენი სიახლეები და საინტერესო ამბები, რომელსაც თქვენ მოაგვაქვთ. მადლობა. ბატონო რეზულტატ ბუკაშვილი გახდათ ჩვენი განაცემის სტუმარი დასკვით ნაწილში, ასე რომ დღეს მე და ჩემი თანაწამყვარი გალბატონი ირინა ტაბუციძე ამ ასე ვთქვათ საინტერესო და სასიამოვნო დასკვითი ნაწილით გემშვიდობებით, მოკლედ ხვალამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.